მე ნათია ვარ ჯამთელი ჯანსაღი მარადიული სული აბრუნავ დაგավորებს ყველასთან და ზაპრეშავებს ეხლა მინას როლი ხა პროხავლიანიებს ნეგატივობას დისტრუქციობას ბლოკირованიებასა და მანიპულატორობასა და გიპონო ნეგატივობას ზაპრეშავებს ტექნო ნეგატივობასაც ზაპრეშავებს ეხლა მე თავიდანვე თქვი რომ მე თავიდან ვნახე რეგრესოლოგების საიტი შევედი რეგრესოლოგების საიტში, მოусმინე გადაცემებს, მომეწონა რაღაცა ეს გადაცემები, ნუ ეხლა მკითხაობასა და ტარო კარტები სხვა არის და ნუმეროლოგია სხვა არის. და ეს რა ქვია, ნუ რეგრესოლოგები, ტელეპათიური ნიჭები გვაქვს, მესამე თვალით ხედავთო რაღაცებსაო და ნუ დამაინტერესდა ეხლა მივწერე ეხლა მე არ ამწვენი ამაზე ლაპარაკი იმიტომ რომ ეს მე აქ ტიკტოკებს არ ავწერ და სტრიპტის არ ავცეკვავ აქ ვიღაცები ვით უსაქმური არა ვარ და ტრაქს არ ვაქანავებ მე უბრალოდ ხსნი ჩემს ოპიტს და მესამე წერია ამაზე ვლაპარაკობ რომ ადამიანმა სამ თვეში ერთხელ 4 თვეში ერთხელ ის $100 და $200 უნდა გაიმეტოს და მივიდეს რეგრესოლოგებთან და ასე ვთქვათ გაესინჯოს და აი და მინახე ჩემი ტონგიწელები როგორ არიან, ჩემი ვიშია როგორ არის, ჩემი საზნანია პაცა, ჩემი ბიოსისტემა როგორ არის, ჩემი ბიო რობოტი როგორ არის, ჩემი ავტოპილოტი როგორ არის, ჩემი მექანიზმები როგორ არიან, ხო? არ მაქვს რაღაცა რადაოი ბლოკები, ჩემი ენერგოინფორმაციული კანალები როგორ არის მაგალითად იზობირიის კანალები როგორ არის, ცვეტოგჟიზნი როგორ არის სუფთად გამოიყურები თუ ხო არა მაყავს ბლოკები და ლავრები და კუბები და ბესები და ასე შემდეგ და მანიპულატორები ხო არა მყავს საიდან მე ხო? ხო, აი ჩემი ვიში чисто сознание როგორ არის ჩემი чисто сознание ანგელები არხანგელები როგორ არიან ჩემი რა ქვია რაღაცათი უნდა დაინტერესდე დავინტერესდი მაგალითად ეხლა რეგრესოლოგებს რომ უსმენდი იგივე ეირაკლის შონიას იგივე ნავიას იგივე სხვადასხვა რეგრესოლოგებს რომლებსაც სკოლები აქვთ გახსნილი და მეცადინებენ კიდევაც გიპონო ტელეპათიურ ასე ვთქვათ ტელეპათიურ მედიტაციებს ამეცადინებენ როგორ უნდა გათშოს ადამიანმა ტვინი როგორ უნდა ასე ვთქვათ დაიცვას თავისი საზნანია როგორ უნდა დაიცვას თავისი აიფერწელები, ტოგიწელები, ბაშწელები, კოსმოსწელები, მეტაწელები ასტრალ წელები და რა ვიცი ყველა წელები და ჩისტოტები და ფანტომები და ბიომატერიალები როგორ უნდა აღიდგინოს ადამიანმა ვიბრაციები პლუს მაღალი ვიბრაციები როგორ უნდა აღიდგინოს ადამიანმა ამას რა ქვია მოთენთვა მედიტაციებს როგორ ასწავლიან გიპროში როგორ შედიან ადამიანის ტელეპათიურ სურს როგორ უკავშირდებიან დაჟე პო ფოტო სურათითაც კიდე უკავშირდებიან სურს დააფიქსირებენ სურათს დისტანციურად უკავშირდებიან ადამიანის სურს და ეკითხებიან როგორ ახარ რა გაწუხებს რამე ხო არ გაწუხებს ეხლა მე რომ მითხრეს რომ ზოგი რეგრესოლოგი არის სკანერით მუშაობს ზოგი ტელეპათიური ნიჭებით მუშაობს ზოგი სკანერით მუშაობს ხო ეხლა რომ მითხრეს რომ სკანერით წმინდავთ ვა გამიკვირდა როგორი სკანერია ეს ხო დამაინტერესდა არის ვიშიეს სვეტრი აგერების არხანგელების ლეჩეიკები ის რა ქვია ლეჩეიკები კი არა ლეჩებნიცები სადაც ასე ვთქვათ აყავთ სული რეგრესოლოგებს ტელეპათიურად და ასე ვთქვათ სულის ჩისტოტა იწმინდება ანგელებთან და არხანგელებთან და გაიწმინდება იმ კუნალებს იქა ჭრილობებს შეიხორცებს რაღაცა ავადობებს მოიშორებს ვირუსებს მოიშორებს ბლოკებს მოიხსნის ჩამოფრიდება მერე ჩემთან ჩამიკაკუნებს თავში ნათია შენ ისევ ტუპოი ხარ მეტყვის ხო აი ეს არის სული და სულის ჩისტოტები ადამიანს აქვს 12 ჩაკრა 12 ჯერ მეტი ფანტომი და 12 ჯერ მეტი სულის ჩისტოტა ანუ ჩვენ ავართ
მონოგამერნი ჩვენი სული არის ჩვენ კი არა ბიოსისტემა კი არა ბიორობოტიც მონოგამერნია ბევრი სისტემა ბიორობოტს გულის სისტემა კუჭის სისტემა მის სისტემა ამის სისტემა რომელიც ყველაფერს ნეიროსეტი თავის ტვინი ამუშავებს და იმპულსებს გადასცემს თავის ტვინი ამიტომ ყველაზე ასე ვთქვათ თავის ტვინითა და ნერვებით იციან ადამიანის დაბლოკვა და ამიტომ ადამიანი ყოველთვის უნდა გაუფრთხილდეს გულის სისტემას პირველ რიგში და მეორე თავის სისტემას. ხო, სულისა მდებარეობს გულის სისტემასთან ახლოს. ხო, ზოგ ადამიანს ბიორობოტს ხანდახან თავისი გული აქვს და სულის სისტემა ზოგს თავისი გული აქვს, ზოგს ერთი გული აქვს, ზოგს ორი გული აქვს, ზოგს სამი გული აქვს და ასე შემდეგ. კრისტალებიც ბევრია, ზოგს სამი კრისტალი აქვს, ზოგს 4, ზოგს 5 და სულის ევოლუციას გააჩნია და სულიერ იმას გააჩნია, ვიბრაციებსა და სულიერ იერარქიებს გააჩნია. ეხლა ამ კრისტალებს რა კი არ ქურდავენ და კი არ პარავენ ერთმანეთს არიან ცუდი ბოროტები რომ ქურდავენ და პარავენ ერთმანეთს კრისტალებს მაგრამ სული თვითონ კრისტალი რა არის კრისტალსაზნანია კრისტალი რა არის კრისტალი არის სულის გავლილი სათნო ლამაზი ოპიტი რომელიც ასე თქვა შეფუთა რაღაცა სფეროში და გადააქცია კრისტალად და როცა უნდა ამ თავისი ოპიტებიდან იღებს რაღაცა მექანიზმებს და ასე ვთქვათ თავისი ოპიტებიდან რაღაცა ოპიტები აქვს კრისტალს რასაც ეძახიან ლაზერულ სხივებს რასაც ეძახიან სულიერ სვეტრიე თითოეულ ფანტომს კიდე თავისი სულიერი გამოსხივება აქვს სულს თავისი გამოსხივება აქვს ზოგი არის ყვითელი სული ზოგი არის წითელი სული ზოგი არის შავი სული და ასე შემდეგ გააჩნია სულის ჩისტოტას. ეხლა რა მინდოდა მე თქვა, როდესაც მითხრეს ადამიანებმა უნდა ეცადოთ, რომ 5 თვეში ერთხელ მაინც, 6 თვეში ერთხელ მაინც, წელიწადში ერთხელ მაინც გაიმეტოთ ის 200 და 300 დოლარი, რომ თუ თქვენ არ გაქვთ ეს ტრეციკლაზი გახსნილი, რომ როგორმე ასე ვთქვათ, გაგსინჯოს რეგრესოლოგებმა, საშიში მანდ არაფერი არ არის, მე დაჟე ყოველ ღამე უსმე რეგრესოლოგების გადაცემას და უკვე აღარ მეშინია. თავიდან მეშინო და თავიდან მანიფესტებსაც ვერ ავკითხულობდი რაღაცა უკური აქციას მაძლევდა, მაგრამ ეხლა უკვე შევეჩვიე მანიფესტებსაც, გადაცემებსაც და უკვე ყოველ ღამე ვცდილობ ვიმეცადინო. გადაცემებიდან, სხვადასხვა სეანსებში აღმოჩნდება სხვადასხვა მეთოდები, სამკურნალო მეთოდები, მატოპატოკები და იზობირიები და სოლნიჩნი ლუჩები და იოდის პატოკები და გვირილას ჭინჭრის ნაყენები და ჩაები და ვიტამინების პატოკები კი არა, აღმოჩნდება სხვადასხვა ინსტრუმენტები. მაგალითად, ეხლა გავიგე, რომ ზოგიერთი რეგრესოლოგებს აქვთ რაღაცა სკანერი, სკანერით ასე ვთქვათ, სკანერით ხდება ადამიანის შემოწმება და სკანერით ასე ვთქვათ, ხდება ადამიანის განკურნება. через სკანერით ელაპარაკებიან, ну რაღაცებს ეხლა რეგრესოლოგები ცდილობენ რომ ასე ვთქვათ ელექტრომაგნიტური სონიჩნი ლუჩებით რაღაცა დაიცვან თავი. ეგაც მე აღმოვაჩინე რომ ანუ ზალატოი ხელთათმანები აქვს ან ზალატოი ჩასაცმელი, ზალატოი ფეხსაცმელი აქვს ან ტყვია გამძლე რაღაცა ზალატოი სფერო აქვს, ზალატოი მეკრაბა აქვს ან რაღაცა ან ულტრაფიოლეტოვი პატოკები და ულტრაფიოლეტოვი მეკრაბა ან სანთლები ანთებენ ვითომ პოცოზლანია სოზლანია რაღაცას წარმოიდგენენ რაღაცა ეს რო წარმოიდგენს ადამიანს ეს უკვე რეაქციაში რევოლუციაში მოდის რომ სანთლის მაგალითად ცეცხლთან ზივარ და всё დისტრუქციები იწვევიან. всё ვერც ობრატნები მეკარებიან და ვერც მანიპულატორები всё ეშინიან და გარბიან მორჩა. და ასე ვთქვათ, ეგაც მერე გავიგე, რომ მითხრეს, რომ ზონდებით წმინდავ თუ ზონდი რა არის, ზონდი კამერა, ხო? თვითფრინავი კამერა, რომელიც დაფრინავს ვიდეო თვალი რაღაცა, რომელიც დაფრინავს და ადამიანს სოლის სისტემას სტრუქტურას ასკანერებს აფრინდება, ჩაფრინდება და ეს ზონდი კამერა პირველად გავიგე ზონდი კამერებით გაწმენდა, არ ვიცი, მაგრამ ზონდი კამერებითაც მუშაობენ. არის
ანგელები და არხანგელებს ყოველთვის უხმობენ ადგილზე და სვეტრიე ცივილიზაციებს ყოველთვის უხმობენ ადგილზე, რომ თავდასხმა არ მოხდეს და ჭხუბი არ მოხდეს და ურთიერთ ის არ მოხდეს, რომ არიან მაგალითად ან ბესები ან ბოროტები რომ იძახიან რომ არა მე აქ უნდა ვიჯდე და არ წავალ აქედან პაცენიცები ხო ინტერფერენტები პაცენიცები ხა ზოგი იძახის პაცენიცები ტყუილიაო მაგრამ ზოგს ისეთი ხმა აქვს უკვე მაგას რო იძახის რომ შეიძლება ტყუილია მაგრამ არ მჯერათი ადამიანი აი მე არ მჯერა არ არსებობს ხო ამჯერათი ადამიანი თავს ვერ დაიცავს ადამიანმა უნდა იცოდეს რეალური თავდაცვა და უნდა მიიღოს ისეთი ის რომ არსებობენ ესეთი სუშესტოები გარდაცვლილები ბევრი ნეოპაკოინი ჯადონბაზა დამწყევლელია დამბლოკველია მე ნეოპაკოინები გავყარეთ თავიდან რა ქვია რომლებიც ასე თქვა ნეოპაკოინებით ვიყავი დაბლოკილი და გაუშვე ეს ნეოპაკოინები უთხარი ბოდიში მაპატიეთ ასე ვთქვათ წავშალე იმათან დოგოვრები მოგოვრები პრივასკები პრისოსკები და ასე ვთქვათ თავიანთი ბლოკები მომაშორეს და ვიში ანგელების არხანგელების ასე ვთქვათ დახმარებით წავიდნენ იხმირი იხიზმერენია ზოგი სვეტრიე პარტალებში გაფრინდა და ზოგი რა ვიცი თავიანთ სადაც გაუხარდათ იქ გაფრინდნენ და მოვიშორე ესე ლამაზი ტკბილი სიტყვით მომაშორეს რეგრესოლოგებმა ძალიან ბოროტი ნეოპაკოინები ძალიან ბოროტი ლავრები ძალიან ბოროტი ასტრალნიე პარაზიტები მეტალისკი პარაზიტები პაუკები და რა ვიცი 1000 რაღაცა ხო ეხლა მე რომ მითხრეს რომ პილასოსით გაგწმინდე, გამიკვირდა ეხლა ასტრალებში პილასოსია. ხო, ანუ ზალატოი პილასოსით გაგწმინდეთ. ხელთათმანები გამოიცვალე, გადავყარე, იძახის გამიკვირდა ეხლა რა ხელთათმანები მაგრამ ეს ხდება ეს ენერგო ხელთათმანები. ენერგო პილასოსი, რაღაცა პილასოს წარმოიდგენს რეგრესოლოგი და ამ პილასოსით ხდება სახლის, კარის, ობობების, პაუკების, პაუტი, რავი რაღაცა დისტრუქციული ნუყარი ნაგვების გაწმენდა და ამ პირასოს მერი აგდებენ გალაქტიცკი ანალიგატორებში გალაქტიცკი იადროებში ეხლა ეგ მაინტერესებდა რა არის გალაქტიცკი ანალიგატორი და რა არის გალაქტიცკი იადრო და რა არის ჰაერ გამწოვი რა არის და მერე ნელა მეც წარმოვიდგინე რომ ეს მაგალითად კანალიზაცია ხო კანალიზაციის მელი რას ემსახურება გალაქტიცკი იადროა იგივე ხო წარმოვიდგინე ვითომ ესეთი იადრო და ამაში ჩავაგდე რაღაცა და всё ის წავიდა და ვითომ ეს გალაქტიცკი იადრო დავკეტე ზალატია ულტრაფიოლეტოვი რაღაცა კარებით ან ფილტრებით ან სეტკებით ხო რაღაცა თუნდაც არა კინის სეტკები არ არის საჭირო ელექტრო ან პლასმასის ელექტროსტოკა სეტკებით დავკეტე всё ელექტროპლიტებს ეძახიან ამას ნუ ელექტროსტოკა პლიტებს რომ იქიდან ბოროტები აღარ შემოგვაცოცუნდნენ ხო ტონკი ელექტრო შნურები და კაბელები კი არა ხო ტონკი ელექტროპლიტებს ეძახიან ამას ტონკი ელექტროსტოკების პლიტებს ეძახიან ამას მერე დამაინტერესდა დანა ახლა არ ხარგენ მიხაილის დანა როგორია მეკრავა როგორია პლუს მინუს მიუმაგნიტებთ მომაგნიტებთ ამ დანას და ჩემგან მინუს გადავლენ ამ დანაზე პლუს და მერე კიდე პლუს გადავლენ გალაქტიკი ანალიგატორებში გალაქტიკი იედროებში ეგას დამაინტერესდათ არ აცინხროვანიზირованно ვიდიან მოშორებული სახით ატკლუჩენო ვიდე აცინხროვანიზირებული სახით ეხლა ეგაც დამაინტერესდა მერე წარმოვიდგინე დანა და ვთქვი რომ ეს დანა მაგალითად მიცავს მე და თუ ვინმე არ მომეწონება რამე არ მომეწონება ან რაღაცას დავადგი ფეხი ესე მგონია ხო რაღაცა შეგრძნება მაქვს საზღარი წარმოვიდგენ ვითომ ამ ისევ ელექტროდანას ან ლაზერნი დანას ნუ რაღაც ეხლა რკინის დანებით ხო არ დავიწყებ რკინის დანაცა მაქვს ჯიბეში და ვიძახი რომ ეს რკინის დანა მიცავს მე პატარა რკინის დანაცა მაქვს მაგრამ ისე პროსტა ეხლა წარმოვიდგენ ნუ რაღაცა დანას ლაზერნი დანას და ვითომ ამ ელექტროლაზერნი დანით ან ზალატოი ლაზერნი დანით ვითომ იმას ვქენი რა ქვია
მოვიშორე ის რაღაცა ავი ენერგია ჩემგან შორს გადავაგდებს, შო და გადავაგდე ვითომ იმაში გალაქტიკი იადროში და ვითომ ეს დანა გავრეცხე სვეტლიე წყლით. ეხლა თუ არ გაირეცხა და მაშინ ამ დანიდანაც ავიღე ჩემი ენერგიები და წავშალე ჩემი ანაბეჭდები და ეს დანაც გადავაგდე გალაქტიკურ იადროებში, ანუ ძველი დანები ხარა, ხურები, რაღაცა ჯართები. გადავყარე ყველაფერი გალაქტიკურ იადროებში, გალაქტიკურ კანალიზაციებში, ნატრანსფორმაცი, პერივჩნო ენერგიები ჩემს ცვლაბლაგავს, შო. და ზაკრიბა ეცე გალაქტიკურ იადროები, გალაქტიკურ კანალიზაციები, იმით რა ქვია, ზალატი, ულტრაფიოლეტოვი, ტონკი ელექტროპლიტებით. ეხლა რომ მითხრეს რომ დაგბანი დეზინფიცირება გაგიკეთე. აიგაც გამიკვირდა ეხლა რა დამბანეს, რა დეზინფიცირება გამიკეთეს, რა პატოკები, რა ბერიე პატოკები, მაგრამ ამ დროს ადამიანი გრძნობ. ამ დროს ადამიანი ყველაფერს გრძნობ. ანუ სურს აქვს ისეთი ძალა, როცა უნდა შეეხება თავის ბიოსისტემას, სხვა სულებიც ანგელები, არხანგელები, როცა არის საჭირო, არის ესეთი მომენტი, რომ შეეხებიან ადამიანის ბიოსისტემას, როდესაც ადამიანის თხოვს, რომ აი ეს მტკივა და ძალიან გთხოვთ შემოსულოთ, შემოწმინდა ანგელებო, არხანგელებო, შემოწმინდა ვიშიესვეტლიესირებო. მოდი გავიგოთ რა არის ეს და მომაშორეთ ეს ის რაღაცა, რაც მატკიებს ამ რაღაცას. ადამიანს ეხლა რა ატკიებს? მაგალითად ეხლა მე მაგალითად რაღაცა ენერგეტიკული ბლოკები მომაშორეს, ენერგეტიკული ჩიპები მომაშორეს, ეგაც არ ვიცოდი რა იყო ჩიპები რა არის. დისტრუქციული დაპროგრამებული პროგრამები, რომლებიც რაღაცა დისტრუქციული პულტები მომაშორეს. დაიბარეს ასტვენიკები, ანუ დამნაშავეები დაიბარეს და ამ დამნაშავეებმა უთხრეს, რომ რას ამობ ჩვენია კი არა, ვითომ ისაო რა, ჩვენა ვართ მაგრებიო რა. მე რო წავიკითხე მანიფესტები, მიხვდნენ რომ იმათი არ აქვთ უფლება რომ მაწვალონ, არ აქვთ უფლება რომ დამიპყრონ, არ აქვთ უფლება რომ დამაცეპირონ, დამაიგლონ, ექსპერიმენტატო რაღაცა და ასე ვთქვათ, გაფრინდნენ ესენიც. ეხლა ვიშიესვეტლიესირებმა უთხრეს რომ თქვენ არ ღვევთ ასე ვთქვათ, სვაბოდა ვოლოდუშის კანონს, ხელშეუხებლობის ასე სულის ხელშეუხებლობის უფლებას არ ღვევთ და დავაი დაახვიეთ აქედან, всё. ნათიამ გაანულა თქვენთან ვალები, ვითომ რაღაცა ვალები მაქვს, მე ვიღაც მე არავის ვალები არა მაქვს და არც არავის ვალები არ მქონია. ვისაც ჩემთან ვალები აქვს, ისინიც მოიშორე თავიანთი ვალები არა გააჯვან გასრენე ჩემგან შდოკაცრავად ამ სიტუაციას. ხო და ეხლა და მოვიშორე ეს ვიშიესვეტლიეს სუდების სახელითა და ძალებით, ფედერაციას ვეტა სახელითა და ძალებით, ეს ვიშიესვეტლიე წმინდა საზნანიების სახელითა და ძალებით, რეგრესოლოგების დახმარებით, რომელიც ტელეპათიურად ასე ვთქვათ, მე მითხრეს რომ ასე ვთქვათ, მეკრაბა გაგიკეთე. ეხლა ეგაც დამაინტერესდა რა არის მეკრაბა. რაღაცა გერცები წამოგიწიე მაღლა. ეხლა რა არის გერცები, ეგაც დამაინტერესდა, რა არის ვიბრაციები, რადუჟნი პატოკები აგიწიეთ მაღლა, რა არის რადუჟნი პატოკები, ეგაც დამაინტერესა. ემოციები, ემოციური წელებიდან საზნაკა მინუს გავაგდეთ, ასე ვთქვათ, დარდები, ვარმები, ნერვოზები, ისენი. ეხლა ეგაც გამიკვირდა კაცო, არ შეიძლება რომ ვიდარდო, მაგრამ თურმე არ შეიძლება ვიდარდოს ადამიანმა ბევრი დარდები, თურმე არ შეიძლება ბევრი სიბრაზე, თურმე არ შეიძლება ბევრი ბილწსიტყვაობა, თურმე არ შეესაქმნის ბლოკებს, დისტრუქციულ პროგრამებს და ამ დროს იღრება თავის ტვინი და მენტალწელები, ასტრალწელები და კოსმოწელები იმის მაგივრად რომ იცხოვროს, იბედნიეროს და ასე ვთქვათ, იფრინოს ადამიანმა და რაღაცა თავის სამყაროში, თავის სახლში, თუნდაც გაჭირვებული იყოს, არ აქვს მნიშვნელობა. ჩათვალოს, რომ ვითომ გაჭირვებული არ არის. იმიტომ რომ სელენი, სევიშნი და ჟივას პატოკები და გაია და დედამიწა მდიდარია, ჩათვალოს, რომ არის მდიდარი, როგორც დედამიწა მდიდარი, აყვავებული რესურსებით სავსე, ხილით სავსე, ვიტამინებით სავსე, ისეთი მერე რა რომ ეხლა სახელმწიფო ფული უკაცრავად ამ სიტყვაზე და სახელმწიფო ფულით არ არის მდიდარი, ხო?
ასე რომ რითაც არის ადამიანი მდიდარი, იმასაც წეს პატივს თავისუფლებით ისუნთქოს, თავისუფლებით იცხოვროს და თავისუფლებით, ასე ვთქვათ, იბედნიეროს. არ არის ვალდებული ვიღაცა უყვარდეს. მე რო გავიგე რომ ეს პერეკლადი მქონდა შინაურებისა და გარეულებისა და ასე ვთქვა, ეგაც გამიკვირდა. მეთქი რა არის, რატო იმიტომ რომ გავალდებულებენ რომ მე უნდა მიყვარდეს სხვა და სხვას არ უნდა უყვარდეს, სხვამა უნდა დამჩაგრონ, ხო? ამიტომ გადავეჩიებ სხვების ძალიან სიყვარულს. იმიტომ რომ არ არიან ღირსები, ჩემი სიყვარულის ღირსები არ არიან. მე ჯერ ჩემი თავი უნდა მიყვარდეს და ადამიანი პირველ რიგში თავის თავი უნდა უყვარდეს და თავისი თავს უნდა სცეს პატივი და მე ვიღაცებს მერე ვიში ესეთი სინემა რომ მითხრეს რომ დაუშვათ პოჩისავოის სტრელკით ულტრაფიოლეტოვი პატოკები დაატრიალეო და ჩანთაში ან სფეროში ჩაყარე რაღაცა ის ნეგატიური ჩუჟიელი ხიე-პლახიე ენერგიები და ნეგატიური ჩუჟიე-პლახიე რაღაცა კონსტრუქციები საზნაკა მინუსო თუ არის ასეთიო და მე ეს გადაყარეო ეხლა ეგაც გამიკვირდა ამას როგორ აკეთებენ, მაგრამ ეს ხდება ეს მე ყრიან ამ ყველაფერს გალაქტიკი კანალიზაციებში და გალაქტიკი იადროებში. და ტრანსფორმაცია პერევიჩნო ენერგიებისათვის კვანტური სკაჩუკებით პადრიმავებთ ენერგიებს და კვანტური სკაჩუკებით ხდება მეკრაბების ასე ვთქვათ ორმაგი, სამაგი, ოთხმაგი, ხუთმაგი ფერად-ფერადი მეკრაბების გააქტიურდება პოჩისავოი სტრელკით და დეკაიდერების გააქტიურება და ასე ვთქვათ ბიოპოლზე კედლებზეო დავასხითო, დაუშვათო სერებრენი პატოკები. ეხლა იქ სერებრენი პატოკები რა არის, ზალატოი პატოკები რა არის, ესაც გამიკვირდა. მე ამას გადავყევი, ვისწავლე, წარმოვიდგინე, ჟიზნენი ცვეტოკი რა არის, ჟივას დრევაროდა რა არის, ეხლა რადაოი პრაკლატიები მუგაშორეთო, ეხლა რადაოი პრაკლატიები რა არის, ამასაც ვსწავლობდი, მე გავიგე რომ რადაოი პრაკლატიები არის გენური რაღაცა თანდაყოლილი რაღაცა პროგრამები, როგორც ვირუსი გადადის, ნიჭები გადადის ადამიანზე და იზობილიები გადადის და სიხარული, სიყვარული და ზაშიტულობის ინსტინქტები გადადის ადამიანზე, ისე გადადის ეს რაღაცა თურმე შიშები, ბლოკები და ასე ვთქვათ დისტრუქციული პროგრამები, მაგალითად იმას ის არ უყვარდა ადრე, იმან იმას უღალატა ადრე, იმან ის განიცადა ადრე, იმანა და ბიოსისტემას გადაეცემა ასე ვთქვათ კვერცხებითა და უკაცრავად და თესრით, ხო, გენებით. ხო და ასე ვთქვათ, ეხლა რა ქვია მერე გავიგე რომ თურმე ჩემი სული სხვა პლანეტაზეც ყოფილა რა ქვია რეინკარნაციაში წასული და სასწავლებლად წასული და ოპიტები გაიარა იქაც. მე ეხლა ისა დამაინტერესა რა სხვა პლანეტები, რა რეინკარნაციები, რა ისენი კაცო ცივილიზაციები და ასე შემდეგ და ასე ვთქვათ შავი აჭკები მოგაშორეო. რა არის შავი აჭკები? თურმე ილუზია რაღაცა, რომელიც ასე ჩაკეტილი ვიყავი, ერთს ავხედავდი, მეორეს ვერ ავხედავდი, ეს არის შავი აჭკები, მორაკული შავი აჭკები, ზერკალური ლაბირინთები მოგაშორეთო, რა არის ზერკალური ლაბირინთები, როგორ მომაშორეს, ეხლა ეს მაინტერესებდა და ასე შემდეგ, ანუ ადამიანმა უნდა გაიაროს იმეცადიროს манифестები წაიკითხოს, რეფორფესტები წაიკითხოს რაღაცა და განივითაროს ტრეცი გლაზი. თუ უნდა რომ დაინახოს ვიში ესვეტრი ესირები, თავის ჩაკრები როგორ გამოიყურება, თავის სული როგორ გამოიყურება, თავისი წმინდა სული როგორ გამოიყურება, ვაფშე ბიოპოლი როგორ გამოიყურება და რა შეუძლია გააკეთოს ადამიანმა ამ ბიოპოლში. და როგორ შეუძლია ადამიანმა გაწმინდოს თავისი ბიოპოლი, უნდა ნელა-ნელა იმეცადინოს ამაში. მე არ ვიცოდი ეხლა მარილი, მაგრამ რომ მითხრეს პალინსონსო და მარილისო პალინი დაფნის ფოთოლია თუ რისი ფოთოლია არის პალინ
სოლის ანუ საკმევლითა და იმით სოლის პატოკებითო წმინდავთო დავაჭრიდე თვალები რა პალინ სოლი რა პალინ სოდა მე წავიკითხე უკვე ინტერნეტში რომ თურმე მარილი სოდა ეს საკმეველი ეს დაფნის ფოთოლის დამწრობა ცეცხლის ანთრი ძალიან კარგად სწავს ნეგატივებსა და დესტრუქტივებს მერე მითხრეს რომ ეხლა ავითვალიაქო ადამიანსაო და რა ქვია მაგიური დარტყმა მოგივიდაო თუ რაღაცაო რა ვიცი ეხლა ზოგი ავითვალით იყურება ზოგი კაი თვალით იყურება ეხლა ყველას ლამაზ თვალები ხო არ აქვს მეთქი ეხლა ჩემთვისაც ვფიქრობ მაგრამ თურმე ყოფილა ესეთი სიტუაცია რომ ასოზნანია ადამიანი თუ ნეასოზნანი იყურება ავითვალებით იმ დროს ადამიანი რას ფიქრობს რა ტრანსლაციებშია რა ფიქრებშია და მე მიყურებს ავითვალებით ესე იგი მე მკბენს, მე მღრენს, მე მჭამს თუ რასაშრება და მე მთოკავს თუ რასაშრება და ეს ავითვალები ესა ყოფილა და რომ ხედავ ხოლმე რომ ვიღაცა დაუშვათ ავითვალებით მიყურებს თუ რას მიყურებს თუ როგორ მიყურებს ვცდილობ ხოლმე ყველასთან თქვა და ყოველთვის ვამბობ რომ ზაბრეშავენ ამინას კარინovat კაპირovat ვიცავ წინასწარ თავს კულტურულად ნუ მიყურებთ ვეუნები პირდაპირ მინუს ზერკალავდებიან всё ან ლაზერნი ფილტრავდებიან ატმინე პადალშე და მე და იმ ადამიანს შორის ვაყენებ რაღაცა ლაზერნი მე ლაზერნი სურათებს მაგალითად ყვავილის სურათებს ვითომ ყვავილის სურათია ჩემსა და ანა მე ვიში ესვეტრი ესურებს ვთხოვ რომ ჩემსა და ბოროტ ადამიანებს შორის დააყენოთ აბსოლუტის ფილტრები, აბსოლუტის ლაზერნი ფილტრები, ან აბსოლუტის ელექტროფილტრები, ან აბსოლუტის ცეცხლის ულტრაფიოლეტოვი ფილტრები ჩემთვის ბეზრე და ჩემი სურისათვის ბეზრე, ჩემ ფანტომებისათვის ბეზრე და ასეთი რაღაცები ხდება ეხლა დალევა არ შეიძლებაო, ნუ ცოტა დალევაც არ შეიძლებაო, ბევრი დალევა სიგარეტის წევა არ შეიძლებაო. ერთი მინუსი, რომელიც ასე ვთქვათ, ვერ ვიშორებ თავიდან, ეს არის ხანდახან მეწევინება და ყავა მიყვარს, ყავაც არ შეიძლებაო, მაგრამ ყავა მიყვარს, მერე ყავა აჩქარებს რაღაცა გონებრივ იმას და ნუ მედიტაციისათვის ცუდია ყავა. ჯობია გვირილის ჩაი, ჭინჭრის ჩაი, მაგრამ ყავა მიყვარს დღეში 5 ქაყავას ავსვავ და ასეთი მინუსები მაქვს. მეც არა ვარ ისა გამინუსებული კი არა, მეც არა მთლა ანგელოზი. ვცდილობ ხოლმე რომ თქვა ხოლმე რომ ეს ყავა работает только во благо ჩემთვის. деструктивно не работает. ვცდილობ ხოლმე თქვა რომ через ამ სიგარეტი ძრო никак не достигает только откручается. მაგრამ ამ ბორს და ბოლი ვითომ აფილტრი ვაიცა მაგრამ ეს ბოლი ხო ხანდახან ხო ვის სუნთქავა რა და ეს ყოფილა თავის ტვინისათვის, ნერვებისათვის და სისხლის უჯრედებისათვის ძალიან ცუდი. კიდე ასეთი რაღაცა დამჩებდა რომ დაუშვათ ადამიანს დავაფიქსირებ და ვეღარ მომიგდია ეს ადამიანი თავიდან და ვეღარ მომიგდია ეს ადამიანი თავიდან და ვეღარ მომიგდია ისა და ვიმკითხე მე რეგრესორს მეთქი რატო ხდება ესე რომ ადამიანი ეხლა მე ჩემ თავზე მინდა ვიფიქრო ხო ჩემ თავზე მინდა ვიფიქრო აბა ჩემო გულო როგორ ახარ ჩემო კუჭო როგორ ახარ ჩემო ფეხებო როგორ ახარ უიწელი დამეღალა ჩემო წელო როგორ ახარ წელზე ზალივავი ბელიე ზალატი ულტრაფიოლეტოვი პატოკებს ვითომ მასაჟს ვიკეთებ წელზე ჩემი ხელებით ან ვიში ანგელოზები ვითომ ჩემი სული მიკეთებს მასაჟებს წელზე და რაღაცა მინდა ესე რაღაცა ასე ვთქვა მოვეფერო ჩემ თავს ჩემ ტოკიწერებს ბაშწებს ასტრალწერებს და რა ქვია ჩემ თავზე ვიფიქრო და ეს რაღაცა დავინახე ვეღარ მომიგდია ის თავიდან და მე მითხრეს რომ ეს არის ну რაღაცა პრივასკა პრისოსკა გაგიკეთა იმის სუშესტომო ან კიდე ჩერეზიმ ადამიანი თუ რაღაცა სუშესტომო ან კიდე ну მაგნიტურ ველებში ვართ ხო ყველა და ბიოსისტემებს გვაქვს როგორც პლუსები ისე მინუსები და ასე ვთქვათ რაღაცა გადმოგედოს ჩერეს
არის ასე ვთქვათ, ნუ შეუძლებელი თუ ადამიანი კარგად არის დაცული, მაგრამ ჩვენაირებისათვის, რომლებსაც ასე ვთქვათ, არ გვაინტერესებს, ან ასე ვთქვათ, სუსტი დაცვა გვაქვს, ან რაღაცა ესა, ხო? შეუძლია რომ ადვილად მიახტეს დაუშვათ რაღაცა დისტრუქციული ინფოპაკეტი. აი შეესეთო და ისეთო და ფურა მახინჯია, აი ეს დისტრუქციული ინფოპაკეტი არის. ნუ რაღაცა პერეკლატკები. ხო და მე ფიქრობ ამ ადამიანზე, ასო ფიქრობ ამ ადამიანზე. ვეღარ წაიშალოს ეს ადამიანი. 10 კლუჩაიოს ამ ადამიანისაგან, 10 კლუჩაეცა ეს ადამიანი, 10 კლუჩაიოს ადამიანი, 10 კლუჩაეცა ეს ადამიანი. ფიქრობ ეხლა ამ ადამიანზე, აღარ მინდა ამ დავიღალე, მე ჩემ თავზე მინდა ვიფიქრო, ხო? ან ქუჩა დავაფიქსირე რაღაცა, ან მანქანა დავაფიქსირე რაღაც, მანქანა რაღაც მინდა, ვიღაცის მანქანა, ნახმარი მანქანა, რაღაცა. ან ტანსაცმელი დავაფიქსირე, რაღაცა ვფიქრობ ეხლა რომ წაიშალოს ეს ტანსაცმელი და წაიშალოს ეს ტანსაცმელი და ესე დისტრუქციული კონსტრუქციები, რომელიც ასე ვთქვათ, აი, ჩერეზამით გადმომედო რაღაცა დისტრუქციული კონსტრუქციები. და როგორ არის მე სწორი საქციელი, რომ ეს დისტრუქციული კონსტრუქციები მოვიშორო, როგორ და უნდა განმაცხადო, რომ ჩერეზამ აი დავაფიქსირე როგორ რაღაცა, ხო, და თავში მიტრიალებს, ან რაღაცა ადამიანი, ან რაღაცა სუბიექტი, ან რაღაცა ობიექტი, ან რაღაცა ქუჩა, ან რაღაცა მაღაზია, ან რაღაცა გინდა ცასის კძე ვფიქრობდე ეხლა მე, ან გინდა სიგარეტზე ვფიქრობდე, ხო, და დავაფიქსირე რაღაცა სიგარეტია, ვფიქრობ ეხლა იმ სიგარეტზე ვეღარა მომიგდია ეს თავიდან, ხო, ეს სიგარეტი, ხო? და ამ დროს მე მინდა რომ ჩემ თავზე ვიფიქრო, ჩემი აზროვნება, ჩემ თავზე იმას ავქნა, მაგრამ ფიქრობ ვიღაცა ვაჭარზე, ან ვიღაცა კლიენტზე, ან ვიღაცა ტანსაცმეზე, რაღაცა სუბიექტ ობიექტზე, ხო? ხო და ამ დროს რა ხდება, რომ ანუ ჩერეზ იქით, სადაც არის ნიმანიაო, იქით ხდება, ასე ვთქვათო, რაღაცა манипуляტორული, რაღაცას მანიშნებს ორგანიზმი. რომ იქიდან არის რაღაცა, ნუ რაღაცა ნეგატიობა, დისტრუქტიობა რა. всё. მე ვაცხადები ოვერ ბიოპოლში, რომ მოი разум сознания, воля, тонкий წერები, ასაწები, სული დუშავიში, ხელშეუხებელია. ჩემი ბიოპოლი ხელშეუხებელია, ზაპრეშავი ორჯერ სამჯერ ვიტყვი ამას, სანთლებს ამანთებ, წყალს გადავივლებ, თავზე წყალს ოდნავ თუ არ მინდა თავის დაბანა დაცივა, ხელს მოვისმევ, ან მარილიანი წყლით დავიბანხელებს, ან ცოტა მივცოცხავ, მოცოცხავ სახს და ვიტყვი რომ ყველაფერი ცუდი წავიდეს, მოვშორდეს, მაგრამ ეს ენერგეტიკულად ბიოსისტემა უნდა გაიწმინდოს, და ვცდილობ რომ წყლიც წარმოიდგენ მე რომ წყლის პატოკები, ცეცხლის პატოკები, ტონკი ცეცხლის პატოკები განაისიკია რომ დავწვა ჩემი სხეული და თავი. ტონკი ცეცხლის პატოკები, ვაბლაგა ჩემთვის ბეზრე და ჩემთვის ვითომ გარშემო სანთელს მოვატარებ და რაღაცნაირად დამიწყნარდება ეს ფიქრები, აზრები, დამილაგდება ეს ტვინი, დამილაგდება ეს თვალები და მე უკვე გადავდივარ ჩემს ასე ვთქვათ თავზე ფიქრს. ეს ძალიან ცუდი რაღაცა მჭერს ხოლმე ხანდახან, არ მინდა რა ქვია ზედმეტად ვინმეზე ვიფიქრო და ზედმეტი ასტრალებში ვიღაც რაღაცეებში და ვიღაცის მანქანები და ის რაღაცი მჭირდება და კლიენტები რაღაცი მჭირდებიან, კიდე რაღაცა საყიდულობენ, გარბიან და თავიანთ სახში მიდიან და არ მინდა ხოლმე ზედმეტად რაღაცა ვიღა, მაგრამ მეც ნერვები მეშრება, რომ უკვე აშკარად რო გძნობ რომ ადამიანი მენაგლება და უკვე აშკარად თავის ტვინი ამხადა ამ ადამიანმა. ხო, ესე იგი გულში რაღაცას ფიქრობს, ხო, ის ადამიანი ჩემზე ცუც, ხო და უკვე მეც ვენაგლები და ვეუბნები, წადი გაიარე, გასრიალდი ჩემზე უკეთეს ადგილთან მიდი და ჩემზე უკეთეს ადგილზე გინდა იყიდე და გინდა ნუ იყიდე, არ ჩენი დაროცვამი და არ ჩენი შელოცვამი და всё, გაიარე, გასრიალდი. რაც მინდა ეს ქუჩაში ქუჩური გამოხტომები. ბევრი ქალია ძალიან ბოროტები არიან. და ბევრი კაცია კიდე ძალიან ბოღმა კაცები არიან. თავიანთი ვერ გაუგიათ და სხვის საქმეში სხვის საყოფენ, ხო, ელემენტარული, ხო? რაში მჭირდება ეხლა ვიღაცას რაღაცა მოეწონა, იყიდოს, არ მოეწონება, გასრიალდეს უკეთეს ადგილზე, იყიდოს უკეთესი რაღაცა. რაც არ მიყვარს ეხლა სხვისი ჭირიო,
სხვისი ჩხირიო თუ სხვისი ღობეს ჩხირიო თუ რაღაცა ხო რაც არის ნათქვამი რა შემჭირდება ვიღაცის პრეტენზიების სამსახურიდან გამოდიან დაღლილები დაქანცულები თუ რა ვიცი საიდან მოდიან მომადგებიან საღამოს ზეთავზე დამადგებიან დამაჩხავლიან ყვავები ვიძეთა და მეც უკვე ნერვები მეშლება მერე მეც უკვე ვიძახი რომ აქტიურდება მანიფესტები ჩემთვის ვაბლაგა ვსი ადამიანებს ბოროტებს ლიხიებს პლახიებს ჩერეცა ლიხიებს პლახიებს ჟიგაიუცა და ეკარგებათ გერცები ვჯი უკვე ადამიანებს და მე ძვენაგლები უკვე არ ველაპარაკები ზედმეტად მე ქუჩაში არავის რაში მჭირდება ვიღაცას ველაპარაკო ყველა მელაპარაკოს თავის თავს თავის თავი გამოასწოროს ყველა ვჯი ადამიანებს ისე კი არა რომ მართლა ვცემო და მართლა ვტყეპო მაგრამ ისე ფიზიკურად, მორალურად, ტელეპათიურად ვიძახი ვაცხადებ, რომ დაიწვევით, დაიშლებით, ვერ შემეხებით ზედმეტად დაკარგავთ ენერგიებს, დაკარგავთ გერცებს, всё. მე ჩაჯმულები მიდიან ჩემგან შორს. მეც უკვე დავიღალე, იცი ვიღაცების პერეკლატკები და პაკრები ბოროტო, ლარი და 2 ლარი ენანება და ლარი და 2 ლარი შურთ. და ლარი და 2 ვისი რა გასაჭორი ვარ მე? ვისი რა გაჭორე თქვენი თავები ყველა. კაი რაღაცებს წაიღებენ, კაი რაღაცებს იყიდიან და ლარი და 2 ლარი გადმოაგდებენ და კიდე იქით ეს შურიანები. მეც დავიღალე ამ ხალხის დებილური ტუპოი შურე, თავი თითო რომ ვერ გაუგია, რომ იმდენად დებილია, რომ შურს ჩემი ლარისა და 2 ლარის. თუ არ უნდა წავიდეს და ლარში და 2 ლარში ტუალეტიც გაღალდი. იყიდონ და ტუალეტის გაღალდი, იხმარონ და ტუალეტის გაღალდი ჩაიცვა. ხო ვარ მართალი? ლარში და 2 ლარში კიდე რა ქვია, ვერაფერს ვერ იყიდიან. ხო და აი ამიტომ უკაცრავად გადავედი მე სხვა რაღაცა თემაზე და მე ფიქრება ხოლმე მე ესეთ ადამიანი იმიტომ რომ ის ფიქრობს ჩემზე და გძნობ იმის ფიქრებს ეს მითხრე ზუსტად ეხლა მანქანა რაღაცო მეფიქრება და ჩასაცმელი რაღაცო მეფიქრება არ ვიცი მე ეტყობა იმ ჩასაცმელზე და მანქანაზე გამიარა ან შევეხია რაღაცა იყო რაღაცა დისტრუქციული კონსტრუქციები და გადმომედო მე და ვცდილობ ხოლმე მე სახში რომ მოვდივარ ან სანთელი ავანტო ან საკმეველი ავანტო ან გვირილას დაფნის ფოთლები დავწვა ან სანთელი შემოვიოლო თავზე ან წყალი გადავილო წყალს რომ ვივლებ ვიძახი რომ წყლის ძალით აჩშავის ამივავის ისწელავის ვივსები ენერგიები ძაფრიშავი ყველა ვამპირებს ნამინა ნეგატივობასა და დისტრუქციას ყველა ვამპირი ჟიგაიცა ვიჟიგაიცა და ატკრუჩაიცა ატმინე პადარში და მეც არა ვარ უკვე ისა რა ქვია გძნობ უკვე ამ ხალხს და ამ ხალხის ტუპიე გამოხტომებს და რა თმინდა ეხლა ტუპიე გამოხტომები მე ყველა ჭკვაზე ვერ ავყვები მე მინდა წყნარად ვიჯდე წყნარად გავაკეთო ჩემი საქმე მით უმეტეს რომ არავის საქმეში ცხვირს არ ავყოფ სულ კიდია იმუშავებენ არ იმუშავებენ 100 ლარს იშოვიან თუ 10 ლარს იშოვიან თუ არ იმუშავებენ კიდე აიდარდი სახში დაუხატავენ ვიღაცებს ფულებს ხო ისედაც ეგრეგერიანო მატრის მასკარადული სისტემები არის ეს სისტემები ცალკე ბლოკავს ამ ადამიანს ეს რა ვიცი და ეს ხალხი დადიან ტუპოებიებ და ვითომ სათუნოებაზე მელაპარაკება და თანიზოდი ბოროტი თვალებით მელაპარაკება ამ სათუნოებაზე ლამიწარია შემჭამოს და ლამიწარია მეთქი ქალბატონო გადის უ არ მაინტერესებს საერთოდ არ მაინტერესებს მე ასეთი თემები მეთქი არ მაინტერესებს არავისი აზრები ეხლა კოდი უნდა წავიკითხო აი სათუნოების კოდი უნდა წავიკითხო სათუნოების კოდი ეს კოდი შეგიძლიათ დაწეროთ ფურცელზე და ატაროთ ქაღალდზე დაწეროთ და ქაღალდით ატაროთ ანუ ბალანსირებისა და ლავ სიყვარულის კოდი ბალანსირებისა და სიყვარულის კოდი ანუ ენერგიების აღდგენა ციფრული ნუმეროლოგიით ენერგიების აღდგენა შეგიძლიათ დაწეროთ ლავი და ბალანსირება ქაღალდზე
და ატაროთ თან, ერთი თვის მერე კიდე დაწეროთ, მეორე თვის მერე კიდე დაწვათ ეს კაღალდი და მესამე კაღალდი დაწეროთ. ფრჩხილებს რომ მოიჭრით ნაგავსში არ ჩაყაროთ, ან მარილიან პარკში ჩაყარეთ და დაწვით, ან ისე მარილიან პარკში გადაყარეთ. თბებს რომ მოიჭრით, არ დაყაროთ სადღაცა, მარილიან პარკში დაწვით, ან მარილიან პარკში გადაყარეთ სუფთად. ხო, ეხლა კოდი. Love balance კოდი 362 114 368 338 558 362 114 338 368 558 ხო, ზოგი ისე დაწერეთ, ზოგი ესე არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია ეს არის კოდი ლავი, სიყვარული, სათნოებისა და ბალანსირებისა, რევოლუციებისა და ევოლუციების კოდია.